სპორტში ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, რაც მიდის მუშტიკრივამდე და არაც სიგურული ფორმებს იღებს ეს ყველაფერი. სად გვაქვს პრობლემა? რა გვაქვს პრობლემა? თქვენ ბრძანებით პრეზიდიუმის წევრი, ვეტერანი სპორტსმენი და წლებია ამ საქმეში ხართ. სად არის პრობლემა? საერთოდ თავს ვარიდებ ამ თემაზე საუბარს. ძალიან უბრალო კითხვაა და კარგი კითხვაა. მეც გიპასუხებ ორი სიტყვით. ყველაფერი პრობლემა დევს მართვაში. და ეს მარტო ჭიდაობას კი არ ეკუთვნის. ეს ეკუთვნის ყველა სფეროს საქართველოში. და ეს ჩანს. სად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, ვინ უნდა იპოვოს გამოსავალი, რომ ესე ქაოტურად დაპირისპირება და ძალების მოსინჯვა არ იყოს თქვა სპორტი. მაშინ დავიწყოთ იქიდან, რომ რა არის სპორტი. რახან სპორტს ეხებით, რა არის სპორტი. სპორტს ორი მიმართულება აქვს. ერთი განეკუთვნება ფიზიკურ აღზრდას, მოსახლეობის, ანუ ქვეყანაში მაცხოვრებელი მოსახლეობის ფიზიკურ აღზრდას. და მეორე დიდი სპორტი. დროშა, გიმნი და ასე შემდეგ. ფიზიკური აღზრდა მოშლილია და დიდი სპორტი სულ ზღაფავს. მე საკმარისი ხანია ვარ ამ ქვეყანაში და მახსოვს სპორტის წარმატება. დღესაც ლაპარაკობენ, რომ სპორტი წარმატებულია. არ ვეთანხმები ამ გამოთქმას. რატომ? ფიზიკური აღზრდა ხომ ძალიან დაბალია და ფიზიკური აღზრდაში შედის სულიერი აღზრდა. და ის რაც ხდება დღეს ეს სულიერია. სულიერში სუსტი ადამიანი. ფიზიკურში არაუშავს. და სულიერ სიზუსტეს ერევიან ფიზიკურად. ეს არის უხეშობა და ეს არის მეუღებელი საზოგადოებისათვის. თქვენს ალბათ როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი შეშფოთებულია იმით, რაც იმ ერთი კონკრეტული ფაქტით, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ. რატომ ხარ შეშფოთებული? კაცო, რამ შეგაშფოთად? არ უნდა ვიყოთ შეშფოთებულები? არა. რაც ჩავიდინეთ, რაც მოვიმოქმედეთ, გავაკეთეთ, ის შედეგი მივიღეთ. ჩვენი ბრალია, ხო? დემოკრატიას იზახიან და ვერავინ ვერ გეიგებს დემოკრატია რა არის და აირია ყველაფერი ერთმანეთში. უფროსი და უმცროსი არ არსებობს ამ ქვეყანაზე. ზრდილობა არ არის ამ ქვეყანაზე. ის რაც მოშალეს სკოლაში მეთოდიკა ბავშვების აღზრდის. ახლა მეტყვიან კომუნისტია, კომუნისტები თქვენ ახართ ბატონებო. მე ვარ მოქალაქე, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ვცდილობ რომ ვიყო კარგი ქართველი. მარტო ადამიანი კი არა. ადამიანი უნდა იყო უპირველეს ჩემი თავარი ინტერესი არის რომ ვიყო ქართველი სანიმუშო. და ვცდილობ. სხვა რატო არ ვცდილობს ამას? მე მქონდა აღზრდა. მე ამგზარდეს. როგორი უნდა იყოს კაცი, ადამიანი, როგორი უნდა იყოს ქართველი. და იმით მოვდივარ დღესაც. ის სისტემა რომ მოიშალა და დამახინჯებული ისტორიას რო ასწავლიან დღეს სკოლებში ბავშვებს, თურმე ადრე ყველაფერი ცუდი იყო. ეს ცუდი კომუნისტებამდეც იყო.
კომუნისტების დროს იყო და დღესაც არის. ამას ვერ მოიშორებ ცხოვრებაში. მაგრამ თავარია უმეტესობა იყოს კარგი და ჭკვიანი. უჭკუო ჭკუის მასწავლებელი და ჭკვიანი უჭკუოს მასწავლებელია. ეს თან არსებობა ცხოვრებაში უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს რაღაცა ადამიანის რაღაც ინფორმაციაში, რომ ან დაჩაგრო მეორედან. აქ არის ბრძოლა ომი ჭკუასა და უჭკუოს შორის. ბატონო, თქვენ როგორც მოჭიდავის კეთებით, ჭიდაობა ძალადობაა? და თქვენის კადრები როცა ნახეთ, ჭიდაობა არის კულტურა. ძალის გამოსახვის ხერხი და მისი კულტურა. მე ეს თემაზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ როგორც ვფიქრობ ახლა უცბად რა, ეს არის ძალა და ძალასთან ერთად კულტურა. ზრდილობა ხალიჩაზე და ხალიჩის გარეთ. როცა თქვენ კონკრეტულად წლების განმავლობაში წარმატებულმა მოჭიდავთ, ნახეთ ის, რაც ყველამ ერთად ნახეთ. როგორი იყო თქვენი პირველი შეფასება? კარგი კითხვაა, გეთანხმებით, მაგრამ აქ ახალი არაფერი, რაც თქვენ ნახეთ, ის ვნახე მეც. გეთანხმებით თქვენს მოსაზრებაში. როგორ უნდა მოგვარდეს ეს და მხოლოდ არა მარტო ეს, მსგავსი პრობლემები? მასწავლებელი უნდა დავამსგავსოთ ჯერ მასწავლებელს, მას სტატუსი უნდა განუსაზღვროთ. ისე კი არა, რომ მოსწავლეს შენიშვნა არ მისცეს. შენიშვნა ახსაზდეს ყოველთვის ჭირდებოდა და ყოველთვის დაჭირდება. ამიტომ სისულელეა ის, რაც შემოვიტანეთ. კარგი შემოტანა შეიძლება, მაგრამ ცუდი რატო შემოგაქვთ აქაც? ჩვენი რას გულისხმობდა მიმართვა უფროსი და უმცროსი, დედა და მამა. მასწავლებელი, დედა და მამის შემდეგ დგას მასწავლებელი. როგორ ექცევიან ბავშვები მასწავლებლებს? მე მეუბნებიან, არ ვიცი, ახლა პრინციპში ვერ ვიტყვი, რაც ხდება, მაგრამ მეუბნებიან, მოსწავლეს უფლება აქვს არ კითხოს მასწავლებელს, ადგეს და გავიდეს გარეთ და შემოვიდეს როცა უნდა. ისწავლის, არ ისწავლის, არავინ არ ეგუნება არაფერს. სპორტულ ოჯახს რო დაუბრუნდეთ, რა ხდება დღეს სპორტულ ოჯახში გასაგებენაზე რო აღვხსნათ? ეს არის ქაოსი, ეს არის არამართველობა. სისტემა, უსისტემო, ანუ ჩვენ არ ვიცით, როგორ აღზარდოთ შვილი. როგორ აღზარდოთ სხვისი შვილი, ისიც შვილია, რა ხარ მასწავლებელი ხარ, უკვე ხარ შენ მეორე მშობელი. არ ვიცი, დღეს ეს მასწავლებლების სინაკლებია ძალიან. ვისაც უჭიდავია, ბავშვობაში თქვენს გიჭიდავიათ, მაგრამ ხარ პროფესიონალი? პროფესიონალიზმი აკლიათ, აღზრდის მეთოდი აკლიათ, არ გაუვლიათ ცხოვრებაში და საიდან? მასწავლებელს უნდა ქონდეს სერტიფიკატი. თუ არა აქვს სერტიფიკატი, ის არ არის მასწავლებელი. ყველას მასწავლებელი უნდა როგორ შეიძლება, თუნდაც ჭიდაობაში და თუნდაც სკოლაში. ბატონო, სახედავთ ამ ყველაფერში, ამ დაგროვილ პრობლემებში სამინისტროს როლს და ფუნქცია თუ ჩანს დღეს სამინისტროში? სპორტის სამინისტროს გულისხმობ, რომელიც გაერთიანებულია. სპორტი განეკუთვნება კულტურის სფეროს. აქედან გამომდინარე, ხან კულტურას ჩააბარებენ, ხან ცალკე გამოყვენ, ხან კომიტეტია, ხან სამინისტრო. დაბნეულია საზოგადოება. რა სფეროა ეს? მე ვთქვი ერთ-ერთ გამოსვლაში, უდიდესი შეცდომა იქნა დაშვებული, მაშინ, როდესაც სპორტის სამინისტრო გააუქმეს და მიუერთეს. ესე იგი, განათლების და კულტურის სამინისტრო ეს იმხელა სფეროა და იმხელა ობიექტია, რომელსაც არ გაწვდება სამინისტრო, ერთი სამინისტრო. მით უმეტეს ჩვენს პირობებში ეს. სპორტის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე აუცილებლად და მას უნდა ქონდეს ერთი მიზანი, ახალგაზრდობის აღზრდა. საიდან იწყება აღზრდა? შეგიძლიათ მითხრათ თქვენ საიდან იწყება აღზრდა ბავშვის? ოჯახიდან? იქნებ უფრო ადრე. ხო? რა თქმა უნდა. უცბად მუცელში ყოფნის პერიოდი კი არა, კიდევ უფრო ადრე. როცა ხდება შეუღლება. მეუღლეებს შორის, სადაც განსაზღვრავენ, იგი უნდა შეუღლდნენ.
არა, შორსა აქ იმას ფესვებიდან იწყება ყველაფერი. იქიდან იწყება, ანუ როცა არჩევს საქმროს, უნდა არჩიოთ ისეთი საქმრო, რომელიც ჩემს ოჯახთან მიმართებაში, კულტურასთან, თქვენთან ახლო. ეს სად გვაქვს გამოსავალი ადამიანი, სპორტსმენი, ბიჭი, რომელიც აცხადებს, რომ მას გამოსავალი არ აქვს, ან თავი უნდა დაანებოს სპორტს, ან წავიდეს სხვა ქვეყანაში და იჭიდაოს სხვა ქვეყნის სახელით. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამაზე? მე რო ვიყო იმ ბავშვის ადგილას მე მოვიქცეოდი სხვანაირად. რახან ასე მეკცევიან, მე ამას აღუდგებოდი წინ და დავამარცხებდი ყველას. ჩემი მოქმედებით, ჩემი ქცევით შეჯიბრია ეს ცხოვრება და რახან შეჯიბრზე ხარ, ეს შეგიძლია მოიპოვო ყველგან. მოიპოვო და გახვიდე ასპარეზზე, მსოფლიო ასპარეზზე. აქ მოიპოვებ თუ იქ მოიპოვებ, მაინც მოგიხდება იქ ერთ ადგილას მისვლა. სადაც რომელსაც ქვია მსოფლიოს მწვერვალი, მსოფლიო ჩემპიონობა, ოლიმპიური ჩემპიონობა. და ის ხმები, რასაც დღეს საქართველოში ავრცელებენ, საქართველოს მოუპოვებია გასულ წელს 800 მედალი. ხალხნო, ან თქვენ როგორ ტყუდებით, ან ისინი ვისაც ამას ამბობს, რა კანონის ზალის, რა ვითი ამტკიცებს ამას 800 მედალი რომ მოი. მედალს ასე რომ აფრიალებენ. მედალი არის სამი სახის. ეს მინდა საზოგადოებამ გაიგოს კარგად. ეს არის ევროპის მედალი, ეს არის მსოფლიო მედალი და ოლიმპიური მედალი, სამი სახის. და თვით მედალი სამი პრობისაა, ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო. ესა მედალი დანარჩენი არც ერთი არ არის მედალი და 800 მედალი საიდან გაქვს. ალბათ ხედულობაში აქვს რა იცი? ბავშვი აი პატარების ის იუნიორებს რო ეძახიან. ისინი მე ახალგაზრდები მე აი ეს ბავშვები აგერ თბილისის პირველობაზე გამოდიოდნენ და მედლებს კიდებენ და ისეთ მედლებს კიდებენ. მე არ მაქვს სახში ეს მედალი ასეთი. იმ სიფართეა, ბავშვი გადარეულია და ფიქრობს, მე თედიაშვილზე იქნება თუ რუაზე მეტი მედალი მაქვს. ჩემზე მეტი მედალი სანამ საშუალო სკოლას დაამთავრებს ბავშვი, ჩემზე მეტი მედლები აქვს. ესე იგი ფსიქიკაში ბავშვი მე მედლები მაქვს. ეხლა სურათს უნდა ხედოს მისას და ჩემსას ის წარმოიდგენს თავს რომ მე მეტი ჩემპიონი ვარ. ამთავრებს დასასრული ახლოვდება მაშინ როცა ბავშვს ამას უდებს თავში. მისაღწევად მიზნის არაფერი არ რჩება. იმიტომ დაამთავრა იმან სკოლის პერიოდში უკვე მედალის და ჩემპიონის და ქება და დიდება. არავინ არ უხსნის იმას რომ მისაღწევ ეს არაფერი არის, ეს არის კვირტი, ეს არის ნაბიჯი, რომელიც გამოავლენს იმას რომ იქნება თუ არ იქნება. ასე არავინ არ ფიქრობს საქართველოში. სულ ამ ბავშვებს საშუალო სკოლას რომ ამთავრებენ, ჩემზე მეტი და ყველაზე მეტი. რა თქმა უნდა, სადაც წინააღმდეგ რამ უნდა გახადოს ჩემპიონი? წინააღმდეგობა. თუ წინააღმდეგობა არ არის ჩემპიონი არ ახარ. რა ჯობია იმას რომ წინააღმდეგობაა და იმას გადალახა. მიზანი რა არის? გადალახვა. შენ თუ მსოფლიო ჩემპიონი გინდა, სადაც გინდა იქ იჭიდა, სადაც გინდა იქ ივარჯიშე. ჩემი მიზანი რა იყო? მე მსოფლიო ჩემპიონი, ხალიჩაზე ვარ მსოფლიო ჩემპიონი. ხალიჩაზე კი არა, ასვალზე, კრიშაზე, ხეზე რო ვიჭიდაოდ, მე მაინც ჩემპიონი ვიქნები. აი, გამიგეთ რას გეუბნები? ჩემპიონია. თქვენ ხართ ფედერაციის პრეზიდიუმში. იყო აქ იყვნენ სტუმრები სპორტული სამყაროდან და რომლებიც ამბობდნენ, რომ პრეზიდიუმი უნდა შეიკრიბოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ თემაზე პრეზიდიუმში თუ იყო მსჯელობა, ან თუ აპირებთ მსჯელობას და ფიქრობთ თუ არა რომ პრეზიდიუმი არის, ფედერაციის პრეზიდიუმი არის იგივე რაც ჩვენთან არის პარლამენტი. მაგრამ არ მოქმედებს, არ მუშაობს. რატომ შემეკითხებით? იმიტომ რომ პრეზიდიუმის წევრები გახადეს რაღაცა IPO, CPO თუ რავი რაღაცები მოიგონეს. ვერც ვერ ყვევით რა არის თვითონ ვერ ყვევით და ჩვენ საიდან გავერკვევით.
იქიდან გამოგზავნილი, რაიონიდან გამოგზავნილია რაიონებიდან. ზოგრაიონი საერთოდ არა ჭიდაობა და რო აგზავნი აქა, ალბათ აბარებენ იმას, აქ როგორ ვის მისცეს ხმა და ვის არ მისცეს. ამიტომ ეს იყო შეცდომა. პარლამენტმა კანონის სპორტის კანონის შეცვალა, ისე კი არა რომ უკეთესი ყოფილიყო, გააუარესა. ეხლა მე გეტყვით თქვენ, მსოფლიო და მაცალე კაცო მე უფრო მეტი მინდა გითხრათ. მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონებს ან ცნობილ ხალხს, რომლებმაც იციან ჭიდაობა 20% აქვს დათმობილი 100%-ში. დანარჩენი უვიცი ხალხია გარშემო. გამიგეთ? და მსოფლიო ჩემპიონი არის ოლიმპიადაზე, ის ვერ ხდება პრეზიდიუმის წევრი არ არის. გამიგეთ რაშია? ხელის აწევის დროს დაბარებულის მიხედვით იქცევიან აქა და მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი არ გააკეთებს უმართებულად. ის სწორად განსაზღვრავს ყოველთვის. ანუ კანონია შესაძლებელი რაც შემოიტანეს ამ გაუნათლებელმა ხალხმა ან მოირგეს თვითონ ეს. და ვინც პროექტი ეს გააკეთა, ის არის მისაგნები და ის პირველ რიგში მოაწყო და გააგდო გარეთ, კაბინეტი არ ხდება. ან პრეზიდიუმში არიან ისეთი ადამიანები, რომელსაც სპორტთან შეხება არ აქვს და მხოლოდ ხელის ამწერები არიან. კი. ასეა ყრილობის დელეგატებიც. ყრილობის დელეგატებიდან დგება მე პრეზიდიუმი და ამბავი და 20% განსაზღვრულია. არ უნდა მოხდეს ხალხ ვინც იცის და ვინც პროფესიონალია, ისინი არ უნდა მოხდეს 20%-ის მეტი. რატომ? იფიქრეთ თქვენ თვითონ, რატომ? მაგას ყველა მიხდება რატომ? იმიტომ რომ იქ არ გადიოდათ ის, რაც უნდათ. იქ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვიცნობ და რაასაკი შენ ჭიდაობაზე როგორ შეიძლება შენ ვარყოფითი რამე თქვა და ან განსაზღვრო ისე რომ დააზიანოს. არავის არ აქვს უფლება. იმიტომ რომ იმათ შრომა აქვს ჩადებული და ამ შრომა აფიქრებენ რა ჭიდაობას არ უნდა ავნოს არავინ და არაფერმა. ამიტომ საზღვრავენ სწორად. გასაგებია და ბოლო კითხვას დამისვავს. კი ბატონო. სად ხედავთ პრობლემის, თქვათ, პრობლემის დასასრულს? გამოსავალს პრაქტიკულად. უნდა შეიქმნას ის რაც დაანგრიეს ფიზიკური კულტურის, ფიზკულტურის კი არა, ფიზიკური კულტურის სპორტის სამინისტრო, იგივე სპორტის სამინისტრო, რომელმაც უნდა განსაზღვროს მისი სამუშაო მიმართულება. ერის ჯანმრთელობის საკითხი. ჯანმრთელობის საკითხი არ არის განათლების სამინისტროს საკითხი. განათლების მეთქი სამედიცინო იმისი ჯანმრთელობის სამინისტროს საკითხი. ჯანმრთელობის სამინისტრომ ამტყობები უნდა მოარჩინოს და სპორტმა ჯანსაღი და ძლიერი ფიზიკურად და გონივრულად ძლიერი ახალგაზრდობა, მარტო ფიზიკურია, გონივრულად აღზრდილი აღზარდოს. ეს ეკუთვნის განათლებას, ეს ეკუთვნის სპორტს. სპორტი აკონტროლებს განათლების სამინისტრო როგორ სულიერ, როგორ საკვებს აძლევს ახალგაზრდობას და ხებულობს განათლების სამინისტროდან ერთად გადაწყვეტილებას. და ამ გადაწყვეტილებასაც და ბევრ ამასაც რომელიც იფანტება ამ აღზრდის მეთოდიკაში. ეს მეთოდიკა სკოლასაც ეხება და ოჯახსაც და ყველას.